საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან. საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარს 2017-2021 წლებში ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე 2021 წლიდან 25 წლის ჩათვლით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და სულ ახლახან 2025 წლის 1 მარტიდან ის გახლავთ რამა შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორი. უღრმესი მადლობა ბატონ ნიკოლოს მოგზაურობისთვის. ნიკოლოს ჩეჩელაშვილს წარმოგიდგენთ და საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ახლანდელი პოზიცია თქვენთვის პირადად და შემდეგ უკვე განვიხილოთ ეტაპობრივად რა ხდება რამა შენგელიას სახელობის სტადიონზე. მოგესალმებით, ქალბატონო ნანა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გადაცემაში მოწვევისთვის. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, სასიამოვნო საღამოს უსურვებთ თითოეულ მათგანს. ჩვენთან ერთად. რა ვიცი, თქვენ წარადგინეთ ჩემი დიახ. ასე რომ თქვა, წინა პერიოდი და საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციებზე მომიწია, ასე რომ თქვა, მუშაობა და ძალიან მოქალაქეებთან მქონდა ხშირი ურთიერთობა და ძალიან ისეთი საპასუხისმგებლო იყო და არ მწყდება გული, რაც შეგვეძლო, რაც იყო ჩვენს ხელში. რა ვიცი, თუ ვინმეს რამე პრობლემა ქონდა, გასაჭირი ქონდა, ვცდილობდით ბატონ ირაკლი შენგელიასთან ერთად, რომ გვეზრუნა მოქალაქეებზე და ჩვენ ქალაქზე. მაგრამ დღეს უკვე სხვა პოზიციაზე. კი ბატონო, სხვა პოზიციაზე ვარ, რა ვიცი, რა გითხრათ, აი ბავშვობიდან მიყვარს სპორტი და რაღაცნაირად ასე ვფიქრობ, რომ აი ადამიანს ხო თავისი საპროფესია აქვს, თავისი სამსახური აქვს და რაღაცნაირად ჩემში ჯდება ეს ყველაფერი და ალბათ ზუსტად ის სამსახურია, რომელიც ჩემი გადასახედიდან ალბათ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო არის და ალბათ, რა ვიცი, ყველაზე მეტად მინდოდას ვერ დავარქვევ, ალბათ საინტერესო და გათვითნობიერებული ვარ ამ სფეროში და ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან სტუმარი ვიყავი ამ სტადიონის ქუთაისის ტორპედოს კომაგი ბავშვობიდან დავდიოდი თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან დაწყებული თავის ერთ-ერთ სერიოზულ კომაგად მივიჩნეოდი ქუთაისის კლუბის და აი დღეობით მომიწია ამ სტადიონზე მუშაობა ხელმძღვანელ პოზიციაზე. და მადლობა ამისათვის იმ გუნდს, რომელმაც ჩემზე შეაჩერა არჩევანი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე ხელმძღვანელა ამ საპასუხისმგებლო სტადიონისთვის, რამა შენგელიას სახელობის შენგელია არენასთვის. მადლობა ბატონ დავით ერემეიშვილის, ის იყო ინიციატორი ბატონ ირაკლი შენგელიას და რა ვიცი, გამომიცხადეს ნდობა და მეც დიდი სიამოვნებით შეუერთდი ამ კოლექტივს გუნდს და აგრძელებთ მუშაობას ძალიან კარგად და ხარისხიან. გასაგებია, თქვენ მართლა საპასუხისმგებლო პოზიციებზე გიწევდათ მუშაობა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღნიშნეთ თქვენ და ამ გადაცემაშიც არაერთხელ მოგიწიათ ჩვენთან ანგარიშის მიცემა მოსახლეობისთვის და სწორედ იმ გაკეთებული თუ პრობლემური საკითხების შესახებ საუბარი, რაც ნამდვილად არსებობს. ყოველთვის პოზიტიური არ არის, ნამდვილად საჭიროა ჯანსაღი კრიტიკა და ჩვენ ამას ვაკეთებდით, მომავალშიც გავაკეთებთ. და დღეს უკვე სხვა პოზიციაზე გიხილეთ, თუმცა ალბათ სპორტიც ერთ-ერთი ის უდიდესი ნაწილია, გინდა საზოგადოებრივი ცხოვრების, გინდა პოლიტიკის, რაც არის სახელის მომნიჭებელი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ რამდენი სპორტული გუნდი გავიდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რამდენმა აჟღერა საქართველოს ჰიმნი და მაგ დროს, რასაც გრძნობს თვითონ სპორტსმენი და ჩვენ კიდე გულშემატკივრები, ეს სხვა თემაა და სხვა სასაუბრო. საინტერესოა, თქვენ დაგხვდათ ახლა იქ 1 მარტამდე, სხვა იყო დირექტორი. ბატონი თამაზ კიგვაძე ძალიან კარგი ადამიანი, კარგი პიროვნება, გუნდის თანამშრომლებიც ისეთი შერჩეულია, ისეთი სტაფია, მოდი ასე ვთქვათ, რომ ყველამ თავის საქმე იცის, მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი გუნდი არის და აი მეც სამსახურში რომ მიდიხარ, ახალ ოჯახში რომ შედიხარ, რაღაცნაირად უნდა გსიამოვნებდეს ადამიანს სამსახურში მისვლა და ნამდვილად ასეთი ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს სამსახური და კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ თამას ამ
ესეთი გუნდისთვის, რომელმაც ყველა მიცის თავის საქმე და ყველა რა ვიცი, ყველა რაღაცას აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ინფრასტრუქტურა არის შესანიშნავი ქუთაისის მაშენგელიას სახელობის არენაზე 2023 წლის გაზაფხულზე ქუთაისი თანამონაწილე იყო ევროპის ჩემპიონატის თანამონაწილე ქალაქად დაასახელეს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 30 მილიონზე მეტი დახარჯა მთლიანად სტადიონის რეკონსტრუქციაში 10045 მაყურებელზეა გათვლილი არენა ასევე შეიცვალა ახალი ტაბლო ეს პროჟექტორები ასე რომ თქვა განათების სისტემა მთლიანად ადმინისტრაციის კუთხით ახალი შენობა ჩაიდგა იქ არის ვიპლოჟა 150 ადამიანზე გათვლილი არის საკონფერენციო დარბაზები არის ძალიან ისეთი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მთავარი რაც არის რომ ხშირ შემთხვევაში ამ მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას უნდა შენარჩუნება და უნდა მოვლა ასე რომ თქვა და ძალიან კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან მაღალი პროფესიონალის მქონე თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული ეს გუნდი და ყველა ართმევს თავის პასუხისგებლობას თავს და მადლობა კიდევ ერთხელ აუცილებლად კი ძალიან გასაგებია თქვენ ბევრი რამ ჩამოთვალეთ ახლა იგივე განათებები თქვით რაოდენობრივად რამდენი ადამიანი შეუძლია ნახოს და ასევე საკონფერენციო დარბაზები და კარგად აღნიშნეთ რომ წინა დირექტორის ხელმძღვანელობის პერიოდში ყველაფერი მოწესრიგებული იყო მაგრამ თქვენ რადგანაც დღეს ახალი ხართ მაინც ახალ სიტყვას იტყვით ხო არის ნოვაციები არის ახალი მისული ვარ ახლა ჯერჯერობით დაკვევის პროცედურაში ვარ მაგრამ აი გეგმება ნოვაციები გვინდა რომ რაღაცა ახალი შევთავაზოთ ჩვენს თანაქალაქელებს კიდევ მინდა ამ არენის შესახებ ვისაუბრო ვერ დავასრულეთ ზეგან უმასპინძლა UEFA-ს ეგიდით ჩატარებულ 21 წლამდე ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპის 3 მატჩი შემდეგ მეოთხედ ფინალური თამაშები და როგორც სპორტული კუთხით ასევე ორგანიზაციის კუთხით უმაღლეს დონეზე იქნა ჩატარებული, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მივიღეთ მადლობა, ასევე UEFA-დან ეს სოციალურ ქსელშიც იყო ასახული პირადი მადლობაც და სიგელიც და ასე შემდეგ და ზუსტად ამიტომ მთელი ეს შედეგი და მადლობა გადადის იმ გუნდზე, რომელმაც დაუღალავად იშრომა ამ სტადიონის რეაბილიტაციის პერიოდში. ახლა თანამშრომლები ყვებიან, რომ ის ყოფილა დღეები სახში არ წავსულვართ, არ გვიძინია და მთელი სული და გული შეალიეს ამას ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამ გუნდს, რომ ესეთი მაღალი დონის შეხვედრებს უმასპინძლენ და მიიღეს UEFA-დან და საქართველოს აი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ქუთაისისთვის, რომ მსგავსი სტადიონი არსებობს. რამდენად მნიშვნელოვანია შენარჩუნება იმ ინფრასტრუქტურის, რომლითაც თქვენ დღეს მოხიბლული ხართ და კიდე ალბათ არსებობს რაღაც გამოწვევები, რაღაც პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია. ამის შესახებაც გითხარით. კი, აუცილებლად გეტყვით, ეს სტადიონი არსებობს წლებია, არ ვიცი 50 შეიძლება მეტიც ზუსტად ვერ გეტყვით და ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ ქუთაისის ტორპედო ვიცი ჩვენ არის ჩვენი ქალაქის გუნდი, რომელიც ღებულობს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას და არის მისი სათამაშო მოედანი. ამ წუთას რა თქმა უნდა გულშემატკივარზე ცალკე ვისაუბრებ კიდე ერთ-ერთი გულმხურვალე გულშემატკივრები არიან და ცოტა კრიტიკულებიც და დასწრების მხრივაც ქუთაისში ყოველთვის მეტი ოდენობის გულშემატკივარი მოდიოდა ვიდრე სხვა ქალაქებში და ამიტომ ჩემი დიდი პატივისცემა მე ერთ-ერთი მათთაგანი ვარ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი და რა ვიცი უსურვებ ამ გულშემატკივრებს იმის ახდენას ელოდებიან ჩვენი გუნდის გაჩემპიონებას ცოტა სტარტი არ გამოგვივიდა სახარბიელო, მაგრამ ახალი შეკრებილი არის გუნდი, ახალი მწვრთნელი არის შუსტერი კი. მაგრამ უსაფუძვლოდ არა, ბატონი ნიკოლოს. ხო, დაკმაყოფილება ჭირდება გულშემატკივარი არის, მაინც აფასებს გუნდის გასატარებლად და გუნდი ახალი შეკრებილია, ახალი ფეხბურთელები ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ყავთ ჩამოყვანილი და შეუთამაშებლობას დავაბრალებდი მე ამას მწვრთნელიც ახალი არის და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ამ გუნდს ვერბალური უპირატესობა გააჩნია სხვა გუნდებთან მიმართებაში და თუ ამას არითმეტიკულ უპირატესობაში გადაიტანენ აუცილებლად გახდებიან ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონები და რა ვიცი ეს ძალიან ანუ ამის პერსპექტივა ნამდვილად არსებობს და ყველა პირობა არის ელოდებით ყოველ მომდევნო თამაში ამის
ამ შედეგის დადებას. ბატონო ნიკოლოზ, მე გკითხეთ თქვენ არის თუ არა რაიმე პრობლემა თქო, იმიტომ რომ პრობლემების სააშკარავზე გამოტანა არავის არ უყვარს. მაგრამ თუ არის რაიმე პრობლემა ისეთი და უშუალოდ რომელიც დღის წესრიგში დგას, რომ უნდა მოგვარდეს. არა, პრობლემები ახლა ყოველდღიური პრობლემა არის იქ რაღაც შეიძლება დაზიანდეს, რაღაც შეიძლება გაფუჭდეს ამ ხელა ისა ტერიტორია, კონკანია, რაღაც ენია, რაღაცები არის ისეთი შეიძლება გამიდაზიანდეს, ამას ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში თუ რაიმე არის დაზიანებული, არის მაგის სპეციალისტები, მაღალი კვალიფიციური, რომელსაც იმ დღესვე ვაწესრიგებთ, რომ არ გადავიტანოთ სხვა დღეზე, იმიტომ რომ მეორე დღეს შეიძლება სხვა რამე დაზიანდეს და აქედან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მიდის ამის გამოსწორება. გასაგებია. რამდენად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ანალოგიური სტადიონები დაუშვათ. მე კიდეც გკითხეთ, გადაცემის დასაწყისში ხომ არ ვამბობთ სუდად სტადიონი, მოედანი ხომ არა. მოედანი არის ის მწვანე საფარი, სადაც ფეხბურთელები გამოდიან. სტადიონი უნდა ვთქვათ. აი ანალოგიური გინდათ სიდიდის მიხედვით, მრავალრიცხოვნების მიხედვით, რამდენ გულშემატკივარსაც იტევს თქვენ აღნიშნეთ უკვე. ანალოგიური თუ არის ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ და აი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია თქვენ აღნიშნეთ. მეოთხე კატეგორიის შესაბამისობაში ეს სტადიონი UEFA-მ ეს კატეგორია მიანიჭა და აქვს საერთაშორისო ტურნირებს. აი გეტყვით ახლა 2 ივლისიდან UEFA-ს ეგიდით უწევს ქუთაისის ტორპედოს კონფერენციის ლიგის პირველი ეტაპის ჩატარება და ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს ეს სტადიონი და აუცილებლად ველოდებით კენჭისყრას, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე და ამასაც მაღალი ხარისხით გავართმევთ ამ მაღალი დონის ტურნირს, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ მოედან სტადიონზე კიდე იგეგმება მინდვრის რენოვაცია 15 მაისიდან ვფიქრობთ, რომ რენოვაციას ეს საფარი, რომელიც ეხლა ცოტა ნალექის გამო რაღაც დაავადება გაუჩნდა რაღაცები და ჩვენ ეს სისპიჩი პროვინციების ახურება ჩვენს მოედანს თავიდან ბოლომდე გაკრეჭვა, შეწამლა, შეთესვა, რა ვიცი, ყველაფერს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომელიც ხელშეკრულებაში არის ჩადებული, უვლის მოედანს და ეხლა რო 2 მაისს ჩვენ თანამედროვე მოედნით უმასპინძლოთ ევროპულ გუნდებს, 15 მაისიდან ვიწყებთ ამ მინდვრის მთლიანად. უკვე 15 მაისი. ხო, რო 2 ივლისამდე თქვენ ნახევარში ეს მინდორი აბსოლუტურად იქნება იმ სტანდარტებისაც UEFA ითხოვს. გავიღებთ ამ საფარს და დაითესება ახალი მაღალი ხარისხის იგივე მინდორი და შევხვდებით ამ ევროპულ ტურნირს კიდევ უფრო უკეთესი შემართებით და უკეთესი საფარით, ასე რომ ვთქვათ. ეხლა როდესაც შედიხარ მოედანზე და უყურებ ყველაფერი მოწესრიგებულია, მე წარმომიდგენია, რამდენი შრომა იმისათვის საჭირო, რომ ეს მოწესრიგებული. ასე ვიტყვი, რომ მე რომ მივედი აქ, უკვე თითქმის ყველაფერი მოწესრიგებული და და იქ არიან ადამიანები რომლის ხელშიც მოწესრიგდა ეს მოედანი და უფრო მეტი შრომა და მეტი ჯაფა აქვს ჩადებული და რა ვიცი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ამ გუნდს და ბატონ თამას და რა ვიცი ჩვენს ახლა შევედით უკვე ამ თანამშრომლობთ ერთმანეთთან გავდივართ ამა თუ იმ საკითხებს ყოველდღიურ რეჟიმში რა თქმა უნდა და რა ვიცი ნოვაციებიც იგეგმება ჩვენთან აი მაგალითად კონკრეტულად ნოვაცია ის რომ ახალი საფარი დაიგება მაგაზე ვისაუბრეთ ეს 15 მაისიდან იქნება აგრეთვე თვითონ კლუბი ტორპედო ფიქრობს ჩადგას ფანშოპი ასე რომ ვთქვათ აქსესუარები ჩვენი კლუბის ქუთაისის ტორპედოს მაისურები ზედა ორეულები, კაშნები, ქუდები და ასე შემდეგ, რომ გაიყიდოს და ჩვენი კომაგის როგორც ევროპაში არის სხვადასხვა ქალაქის გუნდების კომაგები ერთიანი რაღაცა მოწესრიგებული ფორმა რომ გქონდეთ და რაღაცა ამას კიდე ცალკე დატვირთვა, ცალკე სანახაობრივათაც კარგია და რა ვიცი უნდა ითხოვს ხალხი რომ ეს არსებობდეს, მაგრამ ტურისტები ჩამოდიან, უცხოელები ჩამოდიან, ყოფილა შემთხვევა ეს სად შეიძლება შევიძინოთ ესა და ამას ვფიქრობთ რომ ეს შენობა ჩაიდგას ნუ ფასადის შესაბამისობაში ჩვენი სტადიონის მოერგება ზუსტად ისე არქიტექტურული კუთხით და რა ვიცი სავარაუდოდ ყველა კომაგი ვინცაც უყვარს ქუთაისის ტორპედო თვითონ ნიუც რაღაცნაირად მოახერხებს და შეიძენს და ის კომაგობას იქნება ქუთაისის ძალიან კარგი ინიციატივაა. კარგი ინიციატივა აგრეთვე იგეგმება და მიდის მოლაპარაკებები
რაც გარდაცვლილი ჩვენი ქართული ფეხბურთის ლეგენდა რამაზ შენგელიას ბიუსტზე მიდის მუშაობა, რომელიც გვინდა რომ დაიდგა სტადიონზე, ეკუთვნის ამ ადამიანს და მიდის მუშაობა, ჯერჯერობით ასე ვერ გავახმაურებ რომ რაღაცა ის, მაგრამ გვინდა დიდი სურვილია ჩვენი რომ ამ ადამიანს ერთი ბიუსტი თავის იმ პოზიციაში როგორაც უყვარდა გოლის აღნიშვნა, ხელიზე მოთაწეული და თელი ქვეყანა მიცისეს რაღაცა ვჟელობთ რომ რაღაცნაირად ესეთი ბიუსტი მივიღოთ და ანუ ეს ნოვაცია იქნება და რა ვიცი უნდა შევძლოთ ეს რომ გავაკეთოთ. ბიუსტი შესანიშნავია, მუზეუმს რა შეეხება? მუზეუმი სამუზეუმო ადგილიც გვაქვს და ვფიქრობთ რომ ამოვიღოთ სპორტული მუზეუმიდან რაღაც ძველი ფოტოები, რომელიც ქართულ ფეხბურთს ქუთაისის ტორპედოს უკავშირდება. დიდი ისტორია, კვანხაზი არის გადასარევი ადამიანი, ვინც მუზეუმში მუშაობს, ფოტოგრაფი, მახვლედიანი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ამ ფოტოებზე მუშაობს, აცოცხლებს, ასე რომ ვთქვათ, დიდ საქმეს აკეთებს, დიდი არქივი არის და შეიძლება ამ სურათების წამოღება და გაკეთება მუზეუმის, რომელიც მომსვლელისთვის იქნება აუცილებლად ისა გიდი უნდა იყოს, უნდა აუხსნათ თითო სურათი რა ისტორიის მატარებელია და შეგვიძლია ამის გაკეთებას და ეს კიდევ დროთამატებით შემოსავალს გაუჩენს ჩვენს ეს სამომავლო პერსპექტივა, მაგრამ როგორც ვატყობ უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში აგრეთვე საკონფერენციო დარბაზები გვაქვს კიდე ისეთი ჰოლი რო დავარქვათ, აი საერთოდ ჩვენ შეგვიძლია თუ ვინმეს ექნება სურვილი მაღალი დონის შევთავაზოთ თანამედროვე დონის საკონფერენციო დარბაზი იქ კიდე არის ისეთი სივრცეები, რომლის ათვისება შეიძლება და არის მოთხოვნილება არის და ნუ ვფიქრობთ რომ ეს ერთი დღით თუ დაჭირდება ვინმეს იყო რამოდენიმე ქართული ქუთაისელი სპორტსმენების დაჯილდოება ჩატარდა, იქ ანგარიში ჩატარდა, რაღაცები ჩატარდა ამ ჩვენს სტადიონზე და მაღალი დონის შეფასება მიიღო და თუ ვინმეს ექნება სურვილი, შეგვიძლია შევთავაზოთ კარგი სივრცე და დაუთმოთ გარკვეული საფასური სანაცვლოდ რომ შეფასება თავის შემოსავლები გაზარდოს. დიახ, და შემდეგ ეს საფასური ისევ სტადიონის საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული. ძალიან კარგი, თქვენ ისეთ ინფორმაციას აღღერეთ, რომელიც ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს დაინტერესებს, ალბათ ცალკეულ ორგანიზაციებსაც, ვისაც საკონფერენციო დარბაზები ჭირდება. ალბათ კიდევ ერთი გადაცემა იქნება საინტერესო, რომ დავგეგმოთ სამომავლოდ, ვანახოთ ვიზუალურად თუ რა ხდება ამ საკონფერენციო დარბაზებში, გადავიღოთ და ძალიან კარგი სივრცეები გვაქვს ნამდვილად ასათვისებელია აუცილებლად. შეუძლიათ რომ გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. ძალიან კარგ სამომავლო გეგმებზე საუბრობთ, იგივე ბიუსტი მუზეუმი არის უნიკალური რამ, რაც მომავალ თაობებს გააცნობს. ადგილზეც გვაქვს ჩვენ თვითონ იმაში სტადიონზე რამოდენიმე ისეთი სურათი შემონახული, რომელიც ამ მუზეუმს დაამშვენებდა და რა თქმა უნდა კიდე შეგვიძლია სპორტული მუზეუმიდან ავიქ მარტო სურათებზე არ იქნება იქ მაისურები, იქნება ცნობილი ფეხბურთელების შეიძლება ბუცი იყოს, შეიძლება შორტი იყოს და აი ბატონო ნიკოლას თუ გიფიქრიათ, მაგათაც მე ახლა ამ წუთას მომევიდა აზრად, რომ პირდაპირ ეთერის მეშვეობით მივმართოთ მოსახლეობას, იქნებ ვინმე სახლშიც კონდეს რაიმე არქივში, თავის არქივში და გამოიმეტოს მუზეუმისთვის, თქვენ შეგიძლიათ ახლა მიმართოთ ჩვენს ბატონო თქვენ მიმართეთ უკვე და არაჩვეულებრივი იდეა არის, რომ თუ კი ვინმე სახლში აქვს ფოტო მემატიანეს სახით, იგივე ფოტოები ან რაიმე ნივთები, რომელიც იქნება ამსახველი იმ პერიოდის, როდესაც უბრალოდ სხვადასხვა პერიოდის, როდესაც ეს ადამიანი თვითონ მიდიოდა ან გულშემატკივრობდა, ან თვითონ იყო მონაწილე, ან ზოგიერთი მოყვარულია ამ სპორტის, მაგრამ ბოლომდე არ გაყვა. კარგი ინიციატივა არის, გეთანხმებით. მადლობა, ჩემი სათქმელი თქვით. მე მგონი არ იქნება ურიგოთ. ძალიან კარგი თუ კი ამ იდეასაც გაითვალისწინებთ თქვენ და ვფიქრობ მოსახლეობა ამ დროს ყოველთვის არის კეთილგონიერი, კეთილგანწყობით და აუცილებლად მივიღებთ უკურ რეაქციას. აი ახალგაზრდების დაინტერესება
ინტერესება. მე ტყუილად არ ვამახვილებ ყურადღებას, თუნდაც ბიუსზე, თუნდაც მუზეუმზე, საკონფერენციო დარბაზებზე. ჩვენ ეს თუ დავგეგმეთ პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს რაღაცნაირად უფასოდ ასე რომ ვთქვათ, მოვიყვანთ, რამოდენიმე შეიძლება ყველა სკოლას ვერ მოვერიოთ, რამოდენიმე სკოლას მოვიყვანთ ბავშვებს, დავათვალიერებთ მუზეუმს უსასყიდლოდ უფასოდ. მე ისინი თავის სოციალურ ქსელში შეიძლება ატვირთოს ვინმე სურათი გადაიღოს რაღაცა და ამით კიდე მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი რომ გვესტუმროს და ტურისტი კიდე სტადიონზე ვისით ჩვენ სანტიაგო ბერნაბეუ კამპ ნოუ ეს დიდი დონის სტადიონები ყველას თავისი მუზეუმი გააჩნია და ეს სოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადის იქ ტურისტი რომ ეს მუზეუმი დაათვალოთ ამ ყველა მასშტაბის არ გამოგვიუახა ჩვენ მაგრამ არის აპრობირებული არის ეს ტენდენცია და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ და გვყავდეს გარკვეული მნახველი და იმ ადამიანებსაც გავაცოცხლებთ იმ ქართველ ქუთაისელ სპორტსმენებს ვისაც ჩვენი ქალაქისთვის ჩვენი კლუბისთვის ოფლი დაუღრია და ბევრი შედეგი დაუდია და ამის ძალიან დიდ სტიმულს მისცემთ ახალგაზრდა თაობას, ვინც დაინტერესებულია სპორტით და სპორტის სხვადასხვა სახეობებში თავიანთ ძალებს მოსინჯავენ, მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტული კუთხითაც მინდა ვისაუბრო, რომ არის მიმართო ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ სპორტი არის დღეს ქუთაისზე ვისაუბროთ საქართველოს მასშტაბით კი ვიცით ჩვენმა ფეხბურთელებმა რამხელა სიხარული არ ვიცი ქალი კაცი ყველა რა ხო ისეთი ადამიანები ჩაერთვენ უკვე ამ კვარაცხელია მიხაუტაძე ისეთი თაობა მოდის ისეთი ბიჭები არიან აი დღეში სომხეთში უწევთ თამაში მე საქართველოს სომხეთსა და აქ პირდაპირ ეთერის საშუალებით წარმატებები მინდა უსურვო და არიან ინდივიდუალური სპორტსმენები ძიუდო უმაღლეს დონეზე ოლიმპიადაზე ოქროს მედლები ლაშატა ლახაძეს მინდა შევეხო ნამდვილად უდიდესი აქ UFC-ის ჩემპიონები ყავს ბიჭები დვალიშვილი თოფურია და რა ვიცი ძალიან პროგრესი აქვს რაგბისტებს მინდა დიახ რა თქმა უნდა გუში 3 დღის წინ ესპანეთი დაამარცხეს მანამდე რუმინეთი დაამარცხეს და ანტიმოზივერიელის თასს დაეუფნენ ეხა ევროპის ჩემპიონები გახდნენ ასე რომ თქვა და არის დიდი მოლოდინი იმისა რომ 6 ერში მიიღონ ჩვენი რაგბისტები და რა ვიცი დიდი სურვილია ყველა ქართველის რომ ეს ჩვენი სარაგბო ნაკრები უმაღლეს ტურნირებზე ვიხილოთ რა ვიცი და ამის შემხედვარე მინდა ახალგაზრდებს ვთხოვო რომ მაქსიმალურად არის ქუთაისში სკოლები ძიუდო სკოლა არის ფეხბურთის აკადემია არის საკალათბურთო სკოლა არის და საჩოგბურთო კორტები გაიხსნა მერიამ ქუთაისის მერიამ შექმნა ახალი სივრცე იქ შეიძლება ჩოგბურთი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპორტი არის და ყავს ნიკოლოზ ბასილაშვილი მაგ საკითხად ლეილა მესხი ყავდა და ნუ არის საქართველოში აქვს მეტრეველი აქვს ამ სპორტს ფეხი მოგიდებული თუ მეტი ბავშვი მივა არის გადასარევი კარგი კომპლექსია შენდა და ისე და ისე მადლობას ვუხდი ქუთაისის მერიას ამ სპორტული მოედნები ყველა უბანში ასე რომ ვთქვათ მწვანე საფარიანი მოედნები კეთდება არის მოთხოვნა თვითონ მოსახლეობიდანაც და აზრებს რომ ბავშვები დაიტვირთოს განსაკუთრებით გაზაფხული ზაფხული ხა ზამთარში შეიძლება რაღაცა იყოს ცოტა ისეთი სიტუაცია და რა ვიცი მეტი აქტივობა სპორტის მხრივ მეტი ჯანსაღი ცხოვრება ამისკენ სპორტულ ჩამონათვალს აკეთებ მე ჩემი ფავორიტი მყავს ჩემი შვილიშვილის სახეთი იოანე ხვარიშია სახეთი კაპიტან ნინო სალუკვაძის წარმატება რეკორდსმენი ოლიმპიური მონაწილეობის მიხედვით გინესის ზევიდა და თქვენ ახსენეთ რომ ჩემი შვილიშვილი ოქროები ჩამოიტანეს სროლელებმა ქუთაისელმა ორმა ახალგაზრდამ იოანე ხვარიშემ და გიორგი მომლაძემ ჩამოიტანეს ოქროს მედლები ევროპის ჩემპიონატიდან კი ბატონო სოფლიო ჩემპიონობა გვეზეიმოს და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ტურნირი ოლიმპიადა არის ყველა სპორტსმენის რა თქმა უნდა მაქსიმალური კვალიფიკაცია და მიეღწიოს თითოეულმა თაგს რომელიც მხოლოდ დიდი შრომის მიიღწევა ყველა ქართველის რა ვიცი ქართული ჰიმნი რო ჟღერს ამაზე დიდი ემოცია არ არსებობს და
ბევრჯერ გავეხარებიოთ ქართველ სპორტსმენებს თავისი ინდივიდუალური თუ გუნდური მიღწევებით. გეთანხმებით. აი ბევრი ჩამონათვალი ხელბურთელებს მინდა კიდე მიულოთ სლავიან ბოსნია-ჰერცეგოვინა. აი სპორტული რაღაცა კვირეული იყო და დაამარცხეს ბოხოს და ეთინა ბიჯი აკლია თითქმის გასულები არიან ევროპის ჩემპიონატში. კალათბურთელები. დიახ, ჩვენი მირზა კუჭუხიძის ბიჭი ძალიან წარმატებულია სხვადასხვა. ეს იმის შედეგია, რომ დღევანდელი გუნდი ქართული ოცნება ბევრ თანხებს დებს სპორტის განვითარების კუთხით და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ რა ვიცი. ახალგაზრდების დაინტერესება და დაეტყო ქართულ სპორტს, რომ აი პროგრესია ძალიან ახალგაზრდას მოუწყვიტავთ, აი იმ ფონზე, როცა ჩვენ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ, ასეთ წარმატებულ ახალგაზრდებზე, იგივე სტადიონებზე, სხვა კლუბებზე, სხვა სპორტულ სახეობაზე, ვფიქრობ, რომ დაინტერესება უფრო გაიზრდება ახალგაზრდების მეთანხმებით ალბათ ბატონო ნიკოლას და უფრო მეტად მოუწყვეტთ ამ ახალგაზრდებს, როდესაც ფუჭად არიან ტელეფონებში, კომპიუტერებში ჩართული, მესმის 21 საუკუნეა სხვანაირად არ გამოვა, მაგრამ მხოლოდ საქმიანი კუთხით კი, მაგრამ მთელი დღე არა. აი, ამდენი ჩამონათვალი გააკეთეთ და საინტერესო თქვენი განწყობა თქვენ ვის გულშემატკივრობთ ყველაზე მეტად? მე საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე, მაგრამ ნუ საქართველოს ნაკრები როგორც ასეთი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო ბავშვობიდან ახლა შოთა არველაძე, კინკლაძე, კეცბაია, მანამდე დინამოვლები 91 წლის ეფიანი და რამაშენგელი ავახსენეთ უცებ ვინც საქართველოს უდიდესი ტიტული მოუტანა 91 წელს ეს კიდე ჩვენი უფროსი თაობის საყვარელი სპორტსმენები არიან და საქართველოს ნაკრები უსურვებს წარმატებებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არგენტინის ბალეში კი ვარ, ხომაგი ასე რომ ვთქვა, მთელი ცხოვრება მარადონა იყო, ვინც პირველად რაღაცნაირად ფეხბურთის შემაყვარა და მერე მესი თავისთავად და მასიამონეს ასე რომ ვთქვა, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, რომელიც ყველაზე დიდი მიღწევაა ფეხბურთში და έτσι გასაგებია თქვენი განწყობა და კიდევ ერთი კითხვა ფაქტობრივად დასასრულისკენ მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ახალი დანიშნული ხართ ამ პოზიციაზე, დირექტორის პოზიციაზე, თქვენ იმდენად გიყვართ სპორტი და იმდენად გიყვართ სიარული გულშემატკივრის კუთხით ხომ დადიოდით, მანამ საინტერესო აი თქვენი შეხედულებით ყველაზე მეტად მაინც რა ასაკის წარმომადგენლები დადიან გულშემატკივრად სტადიონზე და ასევე ქალები და მამაკაცები. აქაც თუ შეიძლება აი გენდერული ჭრიში უკვე აი კიდე ისევ და ისევ დაუბრუნდები იმ ბიჭებს, საქართველოს ნაკრების ბიჭებს, კვარაცხელიას და რაჩენებს კიდე ოქროს თაობას, რომლებმაც ამ ქალბატონებს კიდე უფრო შეაყვარეს ფეხბურთი და კიდე შეიძლება მამაკაცებზე მეტადაც ისე გამოხატავდნენ ამ მე თვითონ გახდით პორტუგალიასთან საქართველოს ნუ გაიმარჯვა გერზერგიხენში, გერმანიაში თამაშზე და ისეთი ემოცია, ისეთი ბედნიერება, ვიცი როგორც მე ვიყავი ბედნიერი, დარწმუნებული ვარ, ასე იყო ყველა ხალი და მამაკაცი იმ გამარჯვებით ბედნიერი და ამ გამარჯვებამ ამ ოქროს თაობამ კიდე უფრო შეაყვარა ბავშვსაც, ქალსაც, ასაკიანსაც სპორტი ფეხბურთი და ეს რა თქმა უნდა მით უმეტეს სტადიონზე მოედანზე მომსვლელ საზოგადოებასაც ზრდის სტადიონი ჩვენ მე აღნიშნე გადაცემის დასაწყისში ქუთაისის სტადიონი ყოველთვის მეტი კომაგი მოდიოდა ვიდრე და სხვა ქალაქებში და დღესაც დადიან ყველა ასაკის ბავშვების დადიან ავტოგრაფებს ღებულობენ მე სრულდება ფეხბურთი უცხოელები ყავს სახო ისინი არიან იონსენი ფეხბურთელები რომლებიც ბავშვების კუმირები არიან და თამაშის დასრულების მერე ელოდებიან და ზოგთან სურათებს იღებენ ზოგს ავტოგრაფებს და ეს გახარებული ბავშვები ბრუნდებიან სახში არიან ასოელი კომაგები რომლებსაც მართლა პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან ვიცი რა მოდენიმე ადამიანი ყოველთვის ერთგული გულშემატკივარი რასაც ქვია წვიმა ქარი თოვლი არერიდება ამას ყველაფერს და ზის კომაგობს თავის ქალაქის გუნდს და აი ზუსტად ამ კომაგებს უნდათ რომ ქუთაისის ტორპედომ წარმატებებს მიაღწიოს და უსურვებ რა თქმა უნდა ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას კი სტარტი ცოტა არასახარბიელო იყო მაგრამ მე ღმრთ ვარ დაწუნებული რომ ეს კამბექი ჩამორჩენა ქუთაისის ტორპედოს აუცილებლად იქნება შევსებული და
ველოდებით ჩემპიონობას, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ქალაქის კლუბის. მაინც ჩვენ ვისაუბრეთ და კი ვთქვი უკვე გადაცემის ბოლოსკენ მივდივართ ფაქტობრივად უნდა დავასრულოთ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ქალებს, გოგონებს გული დავწყვიტო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გუნდი არსებობს, ქალთა გუნდი იგივე ფეხბურთში, ჰოკეიში, თქვენ უფრო ჩამოთვლით. ალახის ჰოკეიში, ფრენბურთში, ტანვარჯიშის აქვს ძალიან დიდი მომავალი და ძალიან კარგი პერსპექტივა და ძალიან ბევრი ბავშვი არის გაწევრიანებული და კიდევ მშობლებს აქვს სურვილი რომ შეიყვანონ და რა ვიცი, არის ქუთაისში იმის საშუალება, რა თქმა უნდა, ძიუდოს სკოლა არის, კლასიკური ჭიდაობის სკოლა, მძლეოსანთა ბოქსის, კრივის, ასე რომ ვთქვათ, სკოლა არის, სარაგბო ინფრასტრუქტურა, ვიცით, სასაულია გაკეთებული და კარგი გუნდი ყავს, აიასას და მეორე. კიდე ქუთაისის არესი. მოცინავე პოზიციაზე არიან, რა თქმა უნდა და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, მაღალ დონეზეა ქუთაისში სპორტი და ეს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის და ქალაქ ქუთაისის მერის ხელშეწყობით კეთდება ეს ყველაფერი სპორტული აიპის ხელშეწყობით და რა ვიცი, ვცდილობთ და ვფიქრობთ ახალგაზრდების მაქსიმალურად დავტვირთოთ სპორტით და ჩამოვაშოროთ რაღაც სხვა მავნეჩვევებს, რომლებიც სამწუხაროდ არსებობს. არა მხოლოდ ახალგაზრდებში, ყველა ასაკის წარმომადგენელს უყვარს კომპიუტერთან და ტელეფონთან ჯდომა, რასაც ნამდვილად არ მივესალმებით. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ და მადლობა ძალიან მინდოდა რომ ჩვენს ტელემაყურებელს მოგზავნებულიყავით. დიახ, იმიტომ რომ ახალი დირექტორი ხართ, საინტერესო იყო თქვენი ხედვები, რას ფიქრობდით სამომავლოდ. ნაწილობრივ თქვენ ჩვენ ეს უკვე გვითხარით. მომავალ გადაცემაში უკვე დავინახავთ იმ დაგეგმილი სიახლეების შესახებ იმედია. აუცილებლად იქნება. რაც თქვენ დაანონსეთ. ტელემაყურებლებს მინდა შევახსენო, რომ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ, უკვე ამ ტიტულით წარგადგენთ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. წარმატებებს გისურვებთ. თქვენს. მადლობა. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა